მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით ლაცაბიძე და ეს არის ჩემი მე-11 ვიდეო. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ ერთ-ერთ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკაში მოხდა რამოდენიმე წლის უკან. ერთ-ერთ მოლაშქრეს და ალპინისტს შეემთხვა ეს ამბავი, ალბათ გაგონილიც გექნებათ. მას ქვია არონ რალსონი. ეს ადამიანი ყოველთვის გამოირჩეოდა რთული გზის არჩევით, როდესაც მოგზაურობდა. ხო და აი ზუსტად ესეთი ერთ-ერთი რთული გზა იყო, რომელიც მან აირჩია და სამწუხაროდ მოუწია ძალიან რთული სიტუაციის გავლა. ერთ-ერთი სოლო ლაშქრობის დროს ის გადაადგილდებოდა ბლუ ჯონის კანიონში, იუტას შტატში და სამწუხაროდ ფეხი დაუწდა და ჩავარდა ნაპრალში. როდესაც ჩავარდა ნაპრალში, მას ქვა დაყვა ზემოდან და მისი ხელი ძალიან ცუდად მოიყოლა ამ ქვამ. და სამწუხაროდ 127 საათის გატარება მოუწია ასეთ სიტუაციაში. My name's Aaron Ralston. My parents are Donna and Larry Ralston of Englewood, Colorado. Whoever finds this, please make an attempt to get it to them. Be sure of it. I would appreciate it. მან ერთი ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა, რის გამოც ასე ვთქვათ, ძვირად დაუჯდა ეს ყველაფერი. ესე იგი, ამ ადამიანის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ როდესაც გადაწყვიტა წასვლა, არავისთვის არ უთქვია, თუ სად მიდიოდა და რა დროით. ასევე მას ჰქონდა ძალიან ცოტა წყალი, დაახლოებით 350 გრამი წყალი ჰქონდა და მხოლოდ და მხოლოდ ერთი ბლაგვი დანა, რომელიც საერთოდ ვერ ჭრიდა და საერთოდ არ იყო ბასრი. აი ეს შეცდომა იყო ზუსტად რის გამოც მან ხელი დაკარგა. ხელი იმიტომ დაკარგა, რომ როდესაც 127 საათი მოყოლილი იყო, გადაწყვიტა, რომ ხელი მოეჭრა, იმიტომ რომ სხვანაირად ფიზიკურად ვერ ინთავისუფლებდა და გაანალიზა ის, რომ განწირული იყო სიკვდილისთვის. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ხელი მოეჭრა და ხელის მოჭრა წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაა და რა მდგომარეობაში უნდა იყო ადამიანი, რომ ასე ვთქვათ, ესეთი რაღაცა გააკეთო. ხელის მოჭრის დროს მან ასევე ხელი მოიტეხა, მოიმტრია, რომ ასე ვთქვათ, მარტივად გადაეჭრა ხელი და გაინთავისუფლებინა საკუთარი თავი. როდესაც გაინთავისუფლა თავი, დაახლოებით კიდევ 10 კილომეტრის გავლა მოუწია ასეთ მდგომარეობაში. 10 კილომეტრის შემდეგ საბედნიეროდ მოლაშქრეებს შეხვდა და ზუსტად ამ მოლაშქრეებმა უკვე უშველეს და გადაარჩინეს, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი სისხლი ჰქონდა დაკარგული და თითქმის უკვე ასე ვთქვათ, აღარ იყო ამ ქვეყანაზე რა. დღეს საბედნიეროდ ცოცხალია ეს ადამიანი და საბედნიეროდ ისევ აგრძელებს მოგზაურობას და ლაშქრობას. ეს ამბავი გვასწავლის იმას, რომ როდესაც გადავწყვიტავთ სადმე გასვლას, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მინიმუმ რამოდენიმე რჩევა, რომ არ აღმოუჩნდეთ, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდ სიტუაციაში რა. ზოგადად მე ხა განსაკუთრებით მიყვარს აი ესეთ ადგილებზე სიარული, გამოსვლა, როდესაც თავისუფალი დრო მაქვს და განტვირთვა რა, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც ბუნებაშია, ყველაფერს ივიწყებს და ყველაფერი ავიწყდება რა. საერთოდ სხვა ემოციებით არის და ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ გამოვიდე, გამოვისეირნო, ერთი დღე იქნება, 3 საათი იქნება, 2 საათი იქნება თუ რამოდენიმე დღე. ჩემი თავი, ასე ვთქვათ, სხვა სიტუაციაში გადავიყვანო რა. დარწმუნებული ვარ, ბევრს უყვარს მსგავსი სიტუაცია. შეიძლება 2 საათი გახვიდეთ, 3 საათი გახვიდეთ ან რამოდენიმე დღე, მაგრამ შეიძლება 2 საათშიც მოხდეს ისეთი სიტუაცია, რომ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდეთ და კრიტიკულ სიტუაციაში აღმოჩნდეთ რა. ამიტომ უნდა წინასწარ გაითვალისწინოთ რამოდენიმე რჩევა, ამ რჩევებს მე აუცილებლად გეტყვით და ასევე გასწავლით და გაჩვენებთ, როგორ უნდა გააკეთოთ სასიგნალო, ასე ვთქვათ, მინიშნება, თუ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, რომ დაიკარგეთ და გჭირდებათ დახმარება რა. პირველ რიგში გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დამიწეროთ კომენტარი, თუ რაიმე, ასე ვთქვათ, შემთხვევა გქონიათ თქვენ და როგორ დაგიღწევიათ თავი ამ კრიტიკული სიტუაციიდან. ასევე ვიდეოს უყურეთ ბოლომდე, საინტერესო ინფორმაციას მიიღებთ და ასევე საინტერესო ხრიკებსაც გაჩვენებთ
იმ სიგნალის გაგზავნასთან დაკავშირებით. ჯერ გეტყვით რამოდენიმე რჩევას და რეკომენდაციას, რაც უნდა გაითვალისწინოთ აუცილებლად. ესე იგი, პირველი, როდესაც დატოვებთ სახლს, აუცილებლად დატოვეთ ინფორმაცია თუ სად მიდიხართ და რა დროით რა. აუცილებლად აცნობეთ თქვენი მარშრუტის შესახებ, თქვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს და ასე შემდეგ, რომ თუ რამე მოხდა და იმ დროში არ დაბრუნდით, იცოდნენ თუ სად იქნებით და სად გადაადგილდებით. ასევე არ წახვიდეთ მარტო, ან თუ მარტო გადაწყვიტავთ წასვლას, იყავით ძალიან მომზადებულები და ეცადეთ რომ ასე ვთქვათ, ყველანაირი ინვენტარი წაიღოთ თან. როდესაც წახვალთ თუნდაც ერთი დღით, წაიღეთ მინიმუმ 2 დღის საკვები რა. ძალიან ბევრი არ გინდათ, იმიტომ რომ საკვების გარეშე დიდი ხანი შეუძლია ადამიანს, რომ ასე ვთქვათ, გაძლოს და გადარჩეს რა. ბევრიც არ გინდათ, მაგრამ მინიმუმ 2-3 დღის საკვები უნდა იყოს, რომ გეყოთ და გამოიკვებოთ. უნდა იმოძრაოთ ფრთხილად და მოერიდოთ ყოველთვის ისეთ გზას, სადაც შესაძლებელია, რომ თუნდაც ჩამოიშალოს ის ადგილი, ან სადმე ჩავარდეთ. აუცილებლად უნდა გქონდეთ GPS-ი ან კომპასი. კომპასი არის ყველაზე კარგი რაღაცა ასეთ სიტუაციაში. წინასწარ რა თქმა უნდა გქონდეთ განსაზღვრული, რა მხარეს არის, რომელ მხარეს არის დასახლება თქვენი მარშრუტიდან. ჩრდილოეთით, სამხრეთით თუ რომელი მიმართულებით, რომ კომპასზე ამორჩიოთ ის მხარე და გაუყვეთ იმ გზას. შესაძლებელია ტელეფონი მწყობრიდან გამოვიდეს, ამიტომ კომპასი ასეთ შემთხვევაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის მწყობრიდან არ გამოვა. მე ერთ-ერთ ვიდეოში, ჩემ პირველ ვიდეოში გაჩვენეთ ბუნებრივ პირობებში, როგორ უნდა დაამზადოთ კომპასი, რომ აღმოაჩინოთ ჩრდილოეთი და ასე ვთქვათ, მარტივად გაიკვლიოთ გზა. აუცილებლად უნდა ვიცოდეთ სიგნალის გაგზავნა. სიგნალის გაგზავნა ნიშნავს იმას, რომ როდესაც სამაშველო სამსახური გამოვა ჩვენს მოსაძებნად, აი ზუსტად ეს სიგნალები აძლევს ნიშანს სამაშველო სამსახურს, რომ აი აქ ვიმყოფებით ჩვენ და ასე ვთქვათ, მარტივად მოგვაგნებენ რა. აუცილებლად უნდა შევარჩიოთ სწორი ტანსაცმელი, უნდა ჩავიცვათ ფენებად, შიგნიდან უნდა იყოს თერმული ტანსაცმელი აუცილებლად და გარედან წყალგაუმტარი. როდესაც ქალაქში არის ტემპერატურა მაღალი, ან თუნდაც თბილა და გადავინაცვლებთ ბუნებაში ზოგადად ამინდი ძალიან სწრაფად იცვლება ხოლმე, შესაძლებელია წვიმა წამოვიდეს და ასევე ღამე ძალიან დაბალი ტემპერატურა იყოს და მოგვიწიოს სიცივეში დროის გატარება. ამიტომ სწორად ჩაცმა დაგვეხმარება იმაში, რომ ასე ვთქვათ, შევინარჩუნოთ ჩვენი ორგანიზმის ტემპერატურა, დაბლა არ დაეცეს და არ გამოიწვიოს ჰიპოთერმია. ჰიპოთერმიაზეც მაქვს ვიდეო და შეგიძლიათ ნახოთ. ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის კიდევ, რომ არასდროს ზედმეტად არ უნდა დავიხარჯოთ და ზედმეტი ენერგია არ უნდა დავხარჯოთ. თუ არ ვიცით, საით უნდა წავიდეთ, უმჯობესია გავჩერდეთ ერთ ადგილზე და გავაკეთოთ ის ნიშნები, სასიგნალო ნიშნები, რითიც შეძლებენ ჩვენს პოვნას. ზედმეტი ენერგიის დახარჯვა ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს და ასე ვთქვათ, ცუდად დაგვიმთავრებს ყველაფერს რა. როდესაც სამაშველო ოპერაცია დაიწყება, აუცილებლად უნდა ვიყოთ ხილვადები. თუ ვიმყოფებით ტყეში, უნდა გამოვიდეთ მინდორში, მოვძებნოთ ტრიალი მინდორი, სადაც ვიქნებით ხილვადები, იმიტომ რომ ასე დროს იწყება დრონით ძებნა და ხანდახან, რა ვიცი, ვერტმფრენითაც ეძებენ ხოლმე და მარტივად დაგვინახავენ და მარტივად გვიპოვიან. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, უნდა გქონდეს საკმარისი წყალი. დაახლოებით 2-3 ლიტრი წყალი უნდა წავიღოთ ხოლმე რა. საკვების გარეშე ადამიანს შეუძლია დიდი ხანი გაძლოს, მაგრამ წყლის შემთხვევაში ასე არ არის. დაახლოებით რამოდენიმე საათში, ერთ დღეში უკვე დაგვეწყება ორგანიზმის გაუწყლოვება, დეჰიდრატაცია და ძალიან ცუდ შედეგს გამოიწვევს რა. საქართველო კი მდიდარია ზოგადად წყლით, მაგრამ შეიძლება ისეთ ადგილზე აღმოუჩნდეთ, რომ ვერ მოვიპოვოთ წყალი და ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს. წყლის გაფილტრასაც მე აუცილებლად გასწავლით ერთ-ერთ ვიდეოში, როგორ უნდა გავფილტროთ, თუნდაც აი ესეთი ადგილიდან აღებული, ან აი ესეთი ადგილიდან აღებული წყალი, როგორ უნდა გავფილტროთ და დავლიოთ რა, რომ არ მოგწამლოს და ცუდი შედეგი არ მოიტანოს. ეხლა მე ვეძებ ისეთ ნივთს, რითიც შევძლებ, ასე ვთქვათ, სიგნალის გაგზავნას და ასევე დავიწყებ კოცონის მომზადებას და ნიშნების გაკეთებას რა.
აი ასეთი ქილა ვიპოვე. ეს არის კარგი, როდესაც მზეს მიანათებთ. ეს ირეკლავს მზის სხივებს და ასე ვთქვათ, შორიდან კარგად ჩანს რა და გაჩვენებთ, როგორ უნდა გავაკეთოთ ამისგანაც სიგნალი. ახლა დავიწყებ შეშას მოვაგროვებ ცოტას, რომ დავანთო ცეცხლი. და ასევე ქვებისგანაც გავაკეთებ წარწერას, ნიშანს, რომ გვჭირდება დახმარება. მოკლედ, ვაკეთებთ როგორ რაღაცას რა. 3 ცალი ცეცხლის კერა გვჭირდება. ზოგადად 3 ცალი ცეცხლის კერა მიანიშნებს, რომ გვჭირდება დახმარება. ეს ნიშნავს, ანუ სოს რა, დახმარების ნიშანს. აი ეს ჩემი დამზადებული მარტივად აალებადი ნივთი ბამბისგან და პარაფინისგან რო კეთდება, ამასაც გამოვიყენებ, რომ მარტივად დავანთო ცეცხლი. ესეც ნაჩვენები მაქვს, როგორ უნდა დავამზადოთ და წავიღოთ. გვიმარტივებს საქმეს რა. აი ესე ქვეშ მოვაქცევ. ცეცხლის დანთება უნდა დავიწყოთ წვრილი ტოტებით, რომ მარტივად მოეკიდოს და მერე უკვე მივაშველოთ მსხვილი. აი ასე. რამოდენიმე დღე წვიმდა და მაინც ცოტა სველია შიგნიდან. აი ზუსტად ეს მარტივად აალებადი ნივთი პარაფინის და ბამბისგან გვეხმარება იმაში, რომ აი სველი შეშაც ნელ-ნელა შეახმოს და მარტივად დავანთოთ ცეცხლი. შეშა არ გვიჭირს. საკმაოდ ბევრია. მოკლედ ერთი ცალი დავამზადე. ეხლა გავაკეთებ მეორეს. ამისთვისაც გამოვიყენებ პარაფინს და ბამბას. ზუსტად 3 ცალი მაქვს. აი ესეთი რაღაცაა რა. აი ეს არის პარაფინი, ეს ბამბა. პარაფინი ანუ სანთელი რა. მოკლედ. აი ასე. აი ცოტა ნედლია, ცოტა კი არა, კარგად ნედლია. ნედლი რა? სველი. მაგრამ ჩემი პარაფინი და ბამბა არ მიღალატებს. დარწმუნებული ვარ, კარგად გააღვივებს ცეცხლს. ჯერ სამივეს გავამზადებ, რომ ერთიანად დავანთო და სამივე ერთიანად დაიწვას. ესე მესამეს გავაკეთებ დაახლოებით აქ.
ეს ეს უნდა გავაკეთოთ პროპორციულად სისწორეზე, ერთმანეთის სისწორეზე 3 ცალი. გააჩნია ტერიტორიას და ადგილს. ზოგადად, თუ ძალიან შორს არის დასახლება, ეს ეხა პატარა მანძილია და შორიდან გამოჩნდება როგორც პირობითად ერთი ცეცხლის კერა. თუ ძალიან შორს არის დასახლება, ჯობია გავაკეთოთ მოშორებით ერთმანეთისგან. გააჩნია რა, დაახლოებით 20 მეტრში თითო კერა რო გავაკეთოთ, უმჯობესი იქნება. თუ კიდე შორს არის 50 მეტრში ერთი ცეცხლის კერა. ეს ეხა პატარაა. მე უბრალოდ საჩვენებლად ვაკეთებ, თორე უნდა გააჩაღოთ ძალიან დიდი ცეცხლი რა. ასევე კარგი იქნება, რომ ჩააყოლოთ ცეცხლში, თუ იქნება შესაძლებლობა, რაიმე რეზინა, რაც გამოსცემს შავ კვამლს რა. ისეთი ნივთი რო ჩააყოლოთ. შავი კვამლი უფრო შესამჩნევია ტყეში და მარტივად დაგვინახავენ. აი, 1, მეორე, მესამე. დაახლოებით 3 მეტრია ეხა დაშორება იქიდან იქამდე, აქედან 2 მეტრი რა. ნორმალურია. ასეთ სიტუაციაში აი ხედავთ დასახლება საერთოდ არ არის. ერთი არის მდინარე, მაგრამ როგორც გითხარით, იწყებენ ხოლმე დრონით ძებნას და თვითმფრინავებით ძებნას რა. აი ხა პირობითად იქიდან რომ ვინმე გამოიხედოს, აქ დაინახავს 3 ცალი ცეცხლის კერას და მიხვდება იმას, რომ გჭირდება დახმარება. იმედი ეხა ტყუილად არავინ არ მოვა, მაგრამ რა ვიცი. ანუ ეს ეხა ჩვეულებრივმა ადამიანებმა დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის, რომ ეს 3 ცალი ცეცხლის კერა ნიშნავს დახმარების მინიშნებას რა, რომ გჭირდება დახმარება. ხო და აი ამ ვიდეოს ეხა რო უყურებ, აწი იცოდე რომ თუ სადმე 3 ცალი ცეცხლის კერა დაინახე, ესე იგი ვიღაცას დახმარება სჭირდება რა. თუნდაც აი მთისკენ რო გაიხედო რა, სადმე შორს მოშორებით, შეიძლება იფიქრო, რომ აი საერთოდ ვერ წარმოიდგინო, რომ ვიღაცას იქ დახმარება სჭირდება, უბრალოდ ცეცხლი უნთია და ასე ვთქვათ, ერთობა, მაგრამ დამიჯერეთ, ძირითადი ნიშანი არის აი ეს 3 ცალი ცეცხლის კერა. ასევე ეხა გავაკეთებ წარწერას, აკეთებენ ხოლმე SOS წარწერას და X-ი რა, ორივე ნიშნავს დახმარების მინიშნებას. გამიმართლა, ქვებიც ბევრია, ტოტებიც ბევრია და მარტივად გავაკეთებ რა. ვნახოთ რა გამოვა. არა, კაი გამოდის, ეს მაღლიდან უფრო კარგად გამოჩნდება. ეს ხო, ნორმალურია. ქვების მეტი რა ყოფილა. რაც არ გვიჭირს ქვა არის.
გავამზადე. აი ესეთი რაღაცა გამოვიდა რა. 3 ცალი ცეცხლის კერა იქნება, პლუს წარწერა და რა ვიცი. ვინმე თუ დაინახავს წესით უნდა მიხვდეს, რომ დახმარება გვჭირდება რა. ასევე ხა გავამზადებ ქილას, რომ თუ რაიმე მოძრაობა დავინახე, ქილის საშუალებითაც ავირეკლო მზის სხივები და შეტყობინება გადავცე შორს, რომ ჭირდება დახმარება. ახლა უკვე ნელ-ნელა ცეცხლსაც გავაღვივებ. აჰა, ეს ერთი გაღვივდა. აი ასეთი რაღაც შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლედ მეგობრებო რა. შორიდან ძალიან კარგად ჩანს და გვინახავენ რა, მარტივად ასე ვთქვათ. შეძლებენ რომ გვიპოვონ. აი 3 ცეცხლის კერა, ეხა ჩაქრა უკვე, მაგრამ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ, იმიტომ რომ ბუნებაში როცა იქნებით, შეშის მეტი იქ არაფერი არ არის რა. ასევე, აი ხა გაჩვენებთ, აი ქილას რა შეუძლია. აი ხა ძალიან შორი მხრიდანაც რა, აი ესეთი მოძრაობით რო გავაკეთო, აირეკლავს და ესეც არის მინიშნება ერთ-ერთი რომ გჭირდება დახმარება რა. მოკლედ მეგობრებო, ასე თუ ისე რაღაცა ინფორმაცია გაიგეთ. ამიტომ წინასწარ გაითვალისწინეთ ხოლმე რა, როცა სადმე წახვალთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ. აი ეს რჩევები, რაც გითხარით და თუ რამე მოგივიდათ, იცოდეთ, ეს ტექნიკა არის მაშველებისთვის ყველაზე გადამწყვეტი რა. აი ამ 3 ნიშნით უფრო მარტივად გიპოვიან. SOS ნიშანი, 3 ცალი ცეცხლის კერა, რომელიც დახმარებას ნიშნავს, რომ გჭირდებათ და ასევე ის არეკლის ტექნიკა რა. არეკლა ხდება კიდევ, ანუ ღამე თუ იქნებით, ფანარი თუ გექნებათ, ფანრებს აქვთ, დღევანდელ ფანრებს, ანუ აი მოციმციმე რეჟიმი რა. ხო და მოციმციმე რეჟიმითაც შეგიძლიათ ღამე გაანათოთ და შორმანძილზე დაგინახავთ რა. დღე შეგიძლიათ აი ესე. ცეცხლი დაანთოთ, ოღონდ ისეთი ნივთიერება შეურიოთ, აი რეზინა არის ეგეთი მაგალითად, რომ შავი კვამლის გამოცემა შეუძლია. დღე შავი კვამლი რო გამოსცეს, ღამე არ აქვს მნიშვნელობა რა. უბრალოდ ცეცხლი დაანთეთ და აი ამ 3 ცეცხლის კერას დაინახავენ მარტივად და მარტივად გიპოვიან. ასევე კიდევ აი ეს SOS ქვებით რო დაიწერა და კიდე კეთდება ხოლმე X ნიშანი, ანუ X-ი იწერება ხოლმე და ეგეც გადარჩენის დახმარების ნიშანია რა. მოკლედ სასიამოვნო იყო დღევანდელი ასე ვთქვათ ვიდეო ჩემთვის და ასე მგონია თქვენც რაღაცა სიამოვნება მიიღეთ ამ ვიდეოთი. დაგემშვიდობებით, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. თხოვნა მექნება რომ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ვიდეო, იმიტომ რომ აი წინა ვიდეოებს ახლა რასაც ვაკვირდები ხოლმე ძალიან ცუდი სტატისტიკა აქვს იმ შემთხვევაში რომ გამოწერეს გარეშე მიყურებდა 96% რა. აი ხა 3 წამი დაგილოდებით. გამოიწერე ხო? ძალიან დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის, დაფასებისთვის და გვერდში დგომისთვის. თქვენი თითოეული კომენტარი, თითოეული ის რაღაც არჩევა ძალიან მახარებს და მსიამოვნებს. რა თქმა უნდა, უფრო უკეთეს ვიდეოებს შემოგთავაზებთ. თქვენთან ერთად მეც ბევრ რამეს ვსწავლობ და მეც ბევრ რამეს გამოვცდი პრაქტიკაში. კარგად იყავით, ჯანმრთელობას გისურვებთ, წარმატებას გისურვებთ და გაუფრთხილდით თავს და იყავით ყოველთვის ფრთხილად და გააკეთეთ ნაბიჯები ისე გადადგით, რომ რაღაცა შეცდომები არ დაუშვათ რა. ნახვამდის.